თელავში ელენე ახვლედიანის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ემზადებიან მსოფლიოში სახელგანთქმულ მხატვარს 18 აპრილს დაბადებიდან 124 წელი შეუსრულდებოდა. ღონისძიებები კი 12 საათიდან თელავის ცენტრალურ მოედანზე დაიწყება. ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართება კონკურსი სახელწოდებით თავისუფალი მხატვრობა, სადაც გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდება. 18 აპრილს, როგორც იცით, არის ქალბატონ ელენე ახვლედიანის დაბადების დღე და თელავი ყოველთვის საზეიმოდ აღნიშნავს ამ საზეიმო თარიღს. თუმცა წელს ისე მოხდა, რომ აღდგომის დღეებთან დაკავშირებით წითელ პარასკევს დაემთხვა, უქმე დღეა 18 აპრილი, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წინა დღეს 17 აპრილს ავღნიშნოთ ქალბატონ ელენეს დაბადებიდან 124 წლის იუბილე. ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა უკვე მესამედ ატარებს კონკურსს, რომელშიც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, ვინც უკვე 16 წლის შესრულდა, მიიღოს ამ მხატვრათა კონკურსში მონაწილეობა. მინდა გითხრათ, რომ ღონისძიება გაიმართება ცენტრალურ მოედანზე თელავში, დაიწყება ზუსტად 12 საათზე, ამიტომ კონკურსანტები ცოტა ადრე უნდა მობრძანდნენ და დარეგისტრირდნენ. თვითონ კონკურსის ორგანიზატორები მათ უზრუნველყოფენ ტუმბოებით, მოლბერტებითა და დაფებით, ყველა დანარჩენი მასალა, ტილო და საღებავები თავად უნდა მოიტანონ მონაწილეებმა და დაახლოებით 3 მეტრის დისტანციით იქნება დაცული თითოეული კონკურსანტის საკონკურსო სივრცე. მათ შეეძლებათ, რომ დაახლოებით 12 საათიდან 6 საათის განმავლობაში ხატონ და მათ ნამუშევრებს შეაფასებს ძალზედ კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სახელოვანი თელაველი მხატვრებისგან. გვაქვს ნომინაციები, თითოეული ნომინაცია დაჯილდოვდება 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით. ეს ნომინაციები ასე არის წარმოდგენილი: საუკეთესო ფერწერა, საუკეთესო კომპოზიცია და საუკეთესო ტექნიკა.